ეს არის შოუ, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. ყველაზე სკანდალური და მოულოდნელობებით ახსავს ეს ანახაობა. შოუ, რომელზეც ყველა ლაპარაკობს. მსოფლიო მეგაპროექტი X Factor საქართველოშია. საიმონ ქაუელის მიერ დაარსებული ბრიტანული შოუს ქართულ ვერსიას მაყურებელი 14 აპრილიდან იხილავს. იქამდე კი ფილარმონია შესარჩევ ტურებს მასპინძლობს. სტეფანე, გიორგი გაბუნია, სოფო ტოროშელიძე და საბერძნეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებელი თამთა გოდუაძე. ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც ქართველი ნიჭიერი მუსიკოსების სამომავლო პერსპექტივებს განსაზღვრავენ და ფინალურ ტურებამდე ყველაზე მკაცრი და სამართლიანი შემფასებლები იქნებიან. სიმღერა არის საქართველოში მომღერლები და ამ ნიჭით დაჯილდოები ძალიან ბევრი ადამიანი და კონკურს მიღმაც ბევრია დარჩენილი და ყოველთვის ეგ არასოდეს არ მოიწურება, იმიტომ რომ სიმღერის ქვეყანა არის საქართველო და რაოცი საერთოდ არ ვიზიარებ მაგ იმას, რომ ოდესმე შეიძლება საქართველოში მომღერალი არ იყოს. ეს არ არის შოუ, სადაც ექსკლუზიურად მხოლოდ ესეთებს ვიღებთ ან ისეთებს. პირიქით 12 წლიდან შოუს გუდავია. ხო ასაკი. ეგ კი არა, სოლოც არ არის შეზღუდული, შეიძლება სოლო მომღერალი იყოს, შეიძლება გუნდი იყოს, ანუ ყველას ვისაც უნდა სცენაზე ყოფნა, არავისთვის არა შეზღუდული და ზოგი დააკმაყოფილებს, ეს ჟიური უნდა გადაწყვიტოს. მსგავსი პროექტების გაკეთება ყოველთვის დიდ რისკს უკავშირდება. მით უმეტეს, რომ ბრიტანულ X Factor-ს უკვე მთელი მსოფლიო დაპყრობილი აქვს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული, ავსტრალიით დასრულებული. საერთო მუსიკალურ ციებ-ცხალებაში ათეულობით ქვეყანაა ჩართული. სამაგიეროდ არანაკლებია ქართული შემოქმედებითი ჯგუფის გამოცდილება. X Factor-ამდე გიორგი ხაბურზანია საქართველოს ვარსკვლავისა და სხვა გასართობი პროექტების პროდიუსერი გახლდათ. ქართულ ვერსიაში წამყვანების ამპლუაში გეგა ფალავანდიშვილი და ია სუხიტაშვილი გვევლინებიან. რისკი იმდენად არაფერი იყო, მაშინ ყველაფერი ასაკამდე გავიკეთები, ყველაფერი რისკი იყო და გაამართლა. ეს უფრო დიდი არის ვიდრე ის მუსიკალური და ვოკალური კონკურსები, რომელიც აქამდე გაკეთებულა. ბევრი ტურები არის, ბევრად რთულია გადასვლა, რა ვიცი, უამრავი რაღაცა. უცხოური X Factor-ის მაყურებელი ვარ. ვუყურე ბრიტანულ X Factor-ს, ვუყურე უკრაინულ X Factor-ს. სიმღერის გარდა უცხოელი შემსრულებლების რა მოგწეს, რომ პლასტიკაც აქვს, რაცა კოსტიუმირებლად. X Factor-ის პირველი გადაცემა 2004 წელს გავიდა. მას მერე პროექტის სამშობლოში საიმონ ქაუელი უცვლელი მსაჯია. უახლეს ვერსიაში კი ყველაზე მკაცრ ჟიურის წევრს პარტნიორობას ლუის უელში და შერელ გოული უწევენ. მეგაშოუ არსებობის 10 წელიწადს ითვლის. ქართულ ვერსიაში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება 12 წელს ზემოთ ნებისმიერ ადამიანს მიეცემა. როგორც მსგავსი პროექტების შემთხვევაში ხდება ხოლმე, ნიჭიერ ადამიანებზე მეტად მაყურებელი ალბათ კურიოზებს აიტაცებს, თუნდაც ასეთებს. რამდენიმე ფაქტი შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ. X Factor-ის მიმართ ინტერესი უზარმაზარია. პროექტის პირველ ტურში კი რამდენიმე ნიჭიერ, ძალიან ნიჭიერ და არც თუ ნიჭიერ ადამიანსაც მოვკარით თვალი, ასე რომ მრავალფეროვნება გარანტირებული იქნება. ყველა ადამიანისგან შეიძლება ვარსკვლავის გაკეთება, ეს არ არის სიახლე და ამიტომ მეც ახლა განსაკუთრებულს არაფერს არ ვიტყვი. მე მაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, უკვე თქვათ პირველ სეტში ვნახეთ, რომ აშკარად პოტენციალი არსებობს. როგორც მუსიკოსმა, რა თქმა უნდა, ეს პროექტი ვიცი ძალიან დიდი ხანია და ყოველთვის მომწონდა და ერთი სული მქონდა, როდის დაიწყებოდა საქართველოში. მით უმეტეს როგორც ჟიურის წევრი თუ აღმოჩნდებოდი ამ პროექტის, ნამდვილად არ მეგონა და ძალიან მიხარია. X Factor-ი განსაკუთრებული ნიჭი, რომელიც ადამიანის წარმატებას განსაზღვრავს. ასე იშიფრება პროექტის სახელწოდება. ვის აღმოაჩნდება ეს ნიშანთვისებები საქართველოში, ამას რამდენიმე ტურისგან შემდგარი მუსიკალური შეჯიბრება გადაწყვეტს. სტანდარტული შოუების გარდა სატელევიზიო პროექტში მაყურებელი თავისი ფავორიტებისა და მსაჯების პირად გასაუბრებებს და მზადების პროცესს იხილავენ. ჟიურიში პირველად ვარ აბსოლუტურად, ასე რომ ჩემთვისაც პირველი გამოცდილება ასეთი კონკურსანტები ვითვართ მეც რა ახალბედა. კონკურსანტები მომწონს, ყველა არა რა თქმა უნდა, მაგრამ ნახავს მაყურებელი შესაბამისი შეფასებებიც გვაქვს. ვინც მოგწონს, ის მოხდება უკვე ფინალში. სპეციალურად X Factor-ისთვის საქართველოში თამთა გოდუაძე ჩამოვიდა. მომღერალი, რომელიც ბოლო წლებია საბერძნეთში მოღვაწეობს და იქაურის სუპერ აიდოლის მეორე ადგილოსანია. ის სამშობლოს რამდენიმე წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.
რანაირად არ გველოდი სიმართლე გითხრა, არ ვიცი ალბათ თავში როგორ მოვიდა სტეფანეს, რომელმაც როგორც შესთავაზა ჩემი თავი, მე ბედნიერესი ვარ. ძალიან მიხარია პირველ რიგში, რომ მომიწევს საქართველოში ესე ხშირად სიარული. აღფრთოვანებული ვარ თვითონ პროექტითაც და ჩემი როლითაც. და გიმალოთ ცოტა მაშინებდა კიდევაც. ეხლა ცოტა უკვე პირველი კასტინგის მერე ცოტა შემცირდა ეს შიში, იმიტომ რომ მაინც 13 წელია აქ არ ვარ და ჩემი ქართული ისე დონეზე არა, როგორ დონეზეც მე ვთხოვ ჩემ თავს რომ მიიღოს. პროექტი სტარტს 14 აპრილს აიღებს. ამ სეზონის ჩამთავრების შემდეგ კი X-Factor-ის პირველი ქართველი გამარჯვებულის ვინაობა გახდება ცნობილი. რამდენად გაამართლებს უზომოდ რეიტინგული X-Factor-ი ქართულ რეალობაში, ამაზე კამაც მხოლოდ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ შევძლებთ.